მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაში. ფაქტია, რომ ძალიან გვიანდება პენსიების გაცემა. დადის ხმები, რომ ამ თანხებს ვიღაც იყენებს პირადი მიზნებისათვის. რა არის პენსიებისა და დახმარების დაგვიანების ნამდვილი მიზეზი? როგორია დღევანდელი მდგომარეობა ამ მიმართებით? რეფორმას სოციალურ სფეროში არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. ხოლო ხმას რაც შეეხება რომ საპენსიო თანხებს პირადი მიზნებისთვის ვინმე და კონკრეტულად რომელიმე პიროვნება იყენებს, ჩემამდე არ მოხდევია. ასე რომ არ არის გამართლებული? ნამდვილად არ არის გამართლებული, არავის არ აქვს უფლება საპენსიო თანხები პირადი მიზნებისთვის მოიხმაროს. და რაც შეეხება პენსია დახმარებათა დაფინანსების და დაგვიანებით გაცემის შესახებ მოგახსენებ. რაიონში პენსია დახმარებათა დასაფინანსებელი, რაიონში და საერთოდ პენსია დახმარებათა დასაფინანსებელი თანხები ძირითადად შემოდის ხელფასზე დარიცხული სახსრებიდან. ეს არის დადგენილი ტარიფი, რომელიც ერიცხება 27% გასაცემ ხელფასს და ამ დადგენილი გადმოსარიცხი სახსრებით ხდება საპენსიო ფონდის უზრუნველყოფა, შევსება. მოგეხსენებათ, რაიონში საპენსიო ფონდი ძირითადად იქმნება და ივსება საქართველოს შაქრის კომბინატის შემოსავლებით და ძირითადად ადგილობრივი საბიუჯეტო ორგანიზაციებისგან. და გასულ 1997 წელს რაიონის ადგილობრივი შემოსავალი რაიონული ფონდის იყო 446,000 ლარის ოდენობით და მოგეხსენებათ აქედან მხოლოდ საქართველოს შაქრის კომბინატის დაახლოებით 45% იყო 193,000 ლარამდე. და თქვენ წარმოედგინეთ თუ რაოდენ ძნელი იქნება ამ ჩვენი ადგილობრივი შემოსავლით საპენსიო უზრუნველყოფა, პენსიონერების უზრუნველყოფა. თუ არა ჩვენი სახელმწიფო ფონდის დიდი დახმარება, რომელთაც გასულ 1997 წელში რაიონული ფონდის განყოფილებას დოტაციის სახით, დახმარების სახით გადმოგვირიცხეს 640,000-მდე ლარი. სულ გასულ წელში საპენსიო უზრუნველყოფა პენსიონერებისათვის პენსიების დასაფინანსებლად რაიონულ ფონდს გადარიცხული აქვს 1,200,000-მდე ლარი. მარტო ჩვენი ადგილობრივი შემოსავლებით გასულ წელში შეგვეძლო დაგვაფინანსებინა მხოლოდ 4 თვის პენსია. და მოგეხსენებათ რაიონში მთელი რიგი წარმომადგენლები გაჩერებულები არიან და ალბათ სერიოზული შეფერხება და სერიოზული ჩამორჩენა პენსიებში ამის მიზეზია. და დღევანდელი მდგომარეობა ამ მიმართებით? დღევანდელ მიმდინარე თვეში პენსიებზე დაახლოებით 97,000-მდე ლარი გვაქვს გადარიცხული. მოგეხსენებათ, მხოლოდ 80,000 ლარი სახელმწიფო ფონდიდან გვაქვს მიღებული და მიმდინარე თვეში ადგილობრივი შემოსავალი ძალიან ცოტაა, დაახლოებით 7,000-მდე გვაქვს, მეტი არ არის. და ძირითადი მიზეზი კიდევ ალბათ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს შაქრის კომბინატის გაჩერება დღეს მდგომარეობით არ მუშაობს. და თუ არის რამე სიახლე თქვენს განყოფილებაში ამ დროისათვის? ამ დროისათვის განყოფილებაში ძირითადად ინვენტარიზაცია დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს პენსია დახმარებათა გადაანგარიშება, მოგეხსენებათ 1 იანვრიდან სამამულო ომის ინვალიდებს გავხდათ 45 ლარის ოდენობით, მონაწილეებს 40 ლარი, მათთან გათანაბრებულებს 35 ლარი, ჩვეულებრივ სხვა დანარჩენ კატეგორიის პენსიონერებს გავხდათ 13 ლარი, ოღონდ ლარი და 80 თეთრი ცენტრალიზებულად გადაირიცხება საქენერგოში სინათლის ფული და ხელზე გასაცემი თანხა იქნება 11 ლარი და 20 თეთრი.